საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილ პუბლიცისტურ წერილზე რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხალხისთვის. არა მარტო ჩვენი წარსულისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე არ არის ის ადამიანი, ის პერსონა, ის მოაზროვნე, ან ის მოქმედი კაცი, რომლის ნაღვაწი და რომლის ნააზრევით ჩვენ უნდა დაგვავიწყდეს. შესაძლოა ზოგიერთი რამ მოაძველოს ისტორიამ მისი ნაფიქრიდან, მისი ნააზრევიდან, მაგრამ დიდწილად ის ყოველთვის არის ხოლმე აქტუალური და ჩვენ დღეს ამაში დარწმუნდებით. პირველ რიგში ვთქვათ, რა არის პუბლიცისტური წერილი? პუბლიკა ხალხს ნიშნავს და ბუნებრივია, რომ პუბლიცისტური წერილი ეს არის ამა თუ იმ ავტორის მიერ გააზრებული ესა თუ ის საკითხი, მისი პოზიცია, მისი რეკომენდაციები, მისი ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ხალხმა, საზოგადოებამ წარმოიდგინოს ესა თუ ის პრობლემა და მისი გადაწყვეტის გზები. დავისთავად ცხადია, რომ პუბლიცისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ადამიანთა ერთობა რომ საზოგადოებად იქცეს, მათ საერთო მიზნები, საერთო ამოცანები და ხშირ შემთხვევაში საერთო ფიქრიც უნდა აერთიანებდეთ. ეს წერილი რა გითხრათ, რით გაგახაროთ, დათარიღებულია 1897 წლით, 31 დეკემბრით. ახალი წელია, ილია ჭავჭავაძე ულოცავს ქართველ ხალხს ახალ წელს ამ წერილით, მაგრამ მილოცვის დროსაც მას არ ტოვებს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც უფრო უკეთესად უნდა გაიაზროს და გააკეთოს საქართველომ და ქართველობამ, რომ მათი ცხოვრება, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს. მოდი წავიკითხოთ რამდენიმე არსებითი მომენტი ამ წერილიდან და ვეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში, რატომ ამთავრებს თითქმის კი არა და ყოველთვის აბზაც ილია აი ამ კითხვით, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. მარტო კითხვაც არ არის, ეს შეძახილივით ფრაზაა. მოდი დავიწყოთ თავიდან. პირველ რიგში ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, რომ დიდი მისალოცი არაფერი გვაქვსო ქართველებს ამ ახალ წელს, იმიტომ რომ საქმე ვერ არის მთლად კარგადო. უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არ აღრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ, ჰოი წამოსიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი. წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გულის ადგილასვე დაგვრჩეს ან ნატვრით ვთქვათ, მოვედინ დღეო სიხარულისაო. რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ცუდად არის საქმეო ამბობს. ვერ ცხოვრობთო ჩვენ ქართველები ისე, როგორც წესი და რიგია, არა გვაქვს ორგანიზებული ისე ცხოვრება, რომ ამ ცხოვრებით თავი მოვიწონოთ და რეალურ შედეგებს მივაღწიოთო. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ამბობდა და ამ წერილშიც გვაგრძნობინებს, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებას ქმნის მხოლოდ კარგად ორგანიზებული ნაცია, მხოლოდ კარგად ორგანიზებული ხალხი და ბუნებრივია, რომ ქართველებმა ეს ყველაფერი ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, ილია ამბობს, ყოველთვის ღვთისწყალობას ვახსენებთ ქართველები, განსაკუთრებით ესეთ მისალოც დღეებში. ღვთისწყალობის იმედად არ უნდა ვიყოთო მხოლოდ, ცოტა ჩვენც უნდა გავისარჯოთო, ამბობს ილია ჭავჭავაძე. დღე, მინდორი, თაბარი, მიწაწყალი, ჰავა, ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულოდაგულო არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ ჩიტის რძეს რომ იტყვიან ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასწარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა თქმას ბატონად, ნუ გაიხდი. გახსოვთ რუსთველის სიტყვები, რაც არ აქ წადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ნუ გაიბატონებ სურვილებს, შენ თვითონ იყავი ბატონი და მმართველი შენი სურვილებისა. აი რა არის წარმატებული, გონიერი ადამიანის საფუძველთა საფუძველი, მისი ცხოვრების კრედო და რწამსი. იცოდე დღეს მძლეთამძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა და პატრონობა, გვაფრთხილებს ილია ჭავჭავაძე. ვართ კი ასეთნი, კითხულობს
რა გითხრათ, რით გაგახაროთო. აი მეორე შენიშვნა. უკვე რაც ამ წერილში ჩვენ ვნახეთ. ახლა ილია ჭავჭავაძე წარსულსაც გადახედავს, იმიტომ რომ არასდროს დროს არანაწევრებს ხოლმე ილია. მისთვის დრო მთლიანია, წარსული, აწყო და მომავალი პრობლემითაც, პრობლემის გადაწყვეტითაც, ფიქრითაც და მოქმედებითაც მისთვის არის ერთსახოვნად, ერთიანად გასააზრებელი და ამას მოუწოდებდა და აქეთ გვიბიძგებდა ხოლმე მისი ფიქრი ყოველთვის. რა არ გადაგხვდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ზღვრა, რაღა რჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე და ყველას გაუძელითო, ამბობს ილია და მერე კითხულობს, ცოდვა არ არის ეს დროშა, საქართველოს დროშა მხედველობაში, ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას, დროჟამი ამას გვიქადის. ილია ჭავჭავაძე გვაფრთხილებს, რომ სწორედ აი ამით გვემუქრება თანამედროვეობა, ამით გვემუქრება ჩვენ ქართველებს, რომ ეს ჩვენი ნალოლიავები, სალოცავი დროშა შეიძლება თაგვმა შეგვიჭამოს. ყოველი ერი გვაფრთხილებს ილია, თვითონ ღუპავს თავის თავს. ძალიან ხშირად ჩვენც და სხვებიც, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვამბობთ, ფიქრობთ ხოლმე, რომ ყველა მიზეზი ჩვენი უბედურებისა გარედან მოდის, ყველაფერი სხვისი ბრალია. ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ მხოლოდ მსხვერპლად გამოყვანა მოგწონს ხოლმე საკუთარი თავისა. მაგრამ ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, რომ ასე მოიფიქრებთ, იყავით ობიექტურად მხედველნი საკუთარი თავისა. ის, ვინც სამართლიანად, ობიექტურად არაფასებს საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარი ცხოვრების წესს, ის განწირულიაო დასაღუპად. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, რომ ყველა სიტუაციაში ადრე ჩვენ გადავრჩით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ზუსტად რა უნდა გაეკეთებინათ. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მხედველობაში მისაღები. მოდი ეკლესიასთან გავიხსენოთ ბიბლიის შესანიშნავი წიგნი, სადაც წერია, რომ ყველაფერს ამ წუთის სოფელში თავისი დრო აქვს. თავისი დრო აქვს ქვათა შეკრებას, თავისი დრო აქვს ქვათა სროლას, თავისი დრო აქვს ტრობას, თავისი დრო აქვს სიყვარულს და ასე შემდეგ. ადამიანმა უნდა შეიგრძნოს რა არის დროის მოთხოვნა. ამას გველაპარაკება სწორედ ამ წერილში ილია ჭავჭავაძე. იმ დროს რა უნდა და რა იყო მისი სიმაგრე, ეს ვიცოდითო. ვაშკაცობა უნდა და ვაშკაცნი ვიყავით. ხმალი უნდა და ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდა და ომის საქმენი ვიცოდით. აი რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა. და დღევანდელი გამოწვევა რა არისო, კითხულობს ილია ჭავჭავაძე. წავიდა ის დრო, გვეუბნება, გვაფრთხილებს. დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაშკაცობა, ახლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ. აღარაფრის მაქნისია. ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ცოტა გამიგრძელდა ეს ციტატა, მაგრამ მაინც უნდა წავიკითხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, დააკვირდით რას გვეუბნება ილია. ახლა ვაშკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ღვრიდეს. ვაშკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა. ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს, დღეს მძლეთა მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერისი სიკეთე. აი, გამოჩნდა ის შესიტყვება დროთა შესაფერისი. რა გითხრათ, რით გაგახაროთო? ამბობს ილია ჭავჭავაძე. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ანალიზი ამ ტექსტისა. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა, შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება.
ვართ კი ყოველივე ამისათვის მზად, კითხულობს ილია ჭავჭავაძე. ან გვეტყობა რაში მე რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით. რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ამ შემთხვევაში ილია გვეუბნება რომ ყოველმა ერმა, ისევე როგორც ოჯახმა, ისევე როგორც ცალკეულმა ადამიანმა, კარგად უნდა გაიაზროს და კარგად დაგეგმოს თავისი ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ყოველი ნაბიჯი სპონტანური იქნება. ამ წუთას, ამ წამს მიღებული გადაწყვეტილების შედეგი იქნება. დაუფიქრებელი ნაბიჯები მოსდევს ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს და ხშირად ადამიანიც, ოჯახიც, საზოგადოებაც და სახელმწიფოც არასწორ ნაბიჯამდე მიხავს და ცუდ შედეგებამდე მიხავს და შემდეგ ახსენებს ილია წყნარ ომს. ნეტავ რატომ? მოდი ჩავუკვირდეთ. ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ზღვრისა კი არა, ოფლის ზღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკნაღაროთ თესავს, უბუკნაღაროთ მკის, კოკისებურ შხაპუნა ნიაღვარს კი არ ახგავს, რომ თადაბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს. მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არასწერია. თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგარ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა და ვითარცა შრომა პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავგამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. იმ დროს ის უნდოდა, ის ვიცოდით და კარგად ვაკეთებდით. ამიტომაც შევინახეთ თავი, ამიტომაც მოვახციეთ აქამდე, ამიტომაც გამოვახციეთ ისტორიის ქარტეხილებს, მაგრამ ახლა სხვა რაღაც არის საჭირო. ეს უნდა გაიაზროს ქართველმა კაცმა პირველ რიგში და ისევ ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, მხოლოდ აწმყოსთვის ან მხოლოდ მომავლისთვის კი არა, მთლიანად დროში უნდა გაიაზროს, რანი ვართ, რანი ვყოფილ ვართ, სად ვდგავართ და საით მივდივართ. განა დავით გურამიშვილიც ამას არ გვასწავლის თავის გენიალურ დავითიანში. ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავის სადაო ვინ არის, სიდა მოსულა სად არის წავა სადაო. არ ვიცით რანი ვყოფილ ვართ, არ ვხედავთ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. მწარე სიტყვებია ძალიან, მაგრამ ილია ჭავჭავაძე არასდროს ერიდებოდა მწარე სიმართლის თქმას. იმიტომ რომ მოყვარეს პირში უძრახე, ეს ეპიგრაფადაც კი აქვს გამოტანილი თავის უმშვენიერეს გენიალურ ნაწარმოებში კაცია ადამიანში. უზარმაზარი თხრილია ჩვენ ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევარ და საკმაოა ხელი ვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედა ბუდიანად. ორბი არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ. ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოთავ ბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. აი რას გვეუბნება ილია. მიუხედავთ იმისა, რომ კარგად არა გვაქვს გასიგრძე განებული, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში, მაინც არ ვანებებთ ხოლმე ჩვენ ქართველები ხანდახან თავს თავმოწონებას. მე ვარ და ჩემი ნაბადიო. და ამ ბზუილიდან არა გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის. და მერე ეოცნებება ილიას. ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე, ფუტკარისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარას თქვას, რა გითხრათ, რით გაგახაროთო. აი ასე მთავრდება ეს წერილი. ფიქრიანი წერილია, მწარე წერილიც არის. ძველი წერილია, იფიქრეთ ამაზე. იქნება დღესაც უნდა გამოიყენოს ქართველობამ ყველაფერი ის, რაზედაც მიგვანიშნა დიდმა ილიამ. იქნება ჩვენ ცხოვრებაზე უფრო მეტი ფიქრი გვმართებს. იქნება უფრო მეტად ორგანიზებულობა გვმართებს. იქნება ისიც გვმართებს, რომ კარგად გავიაზროთ, უკეთესად გავიაზროთ, რანი ვიყავით, რანი ვართ და საით უნდა მივდიოდეთ. ახლაც მნიშვნელოვანია
ეს ყველაფერი ილიაზე კი ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არა მხოლოდ ოცნებობდა, არა მხოლოდ ნატრობდა ამ დროს, როდესაც ქართველი ამას ყველაფერს გაარკვევდა, არამედ მთელი მისი ცხოვრება იყო პასუხი ამ კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ახალ დროში. ამიტომაც იყო ეს დიდი მოღვაწე და ამიტომაც გვმართებს ჩვენ, რომ გავითვალისწინოთ ილიას გაკვეთილები. გმადლობთ.